გამარჯობა. ეს არის პლატფორმა მშობლის კივრი. მე ვარ თევნა დარჩია, ოკუპაციური თერაპევტი და წარმოვადგენ მაგ ჯორჯიას. დღევანდელი ჩვენი ლაივის განმავლობაში ვესწრები, რომ შევასრულო მოდერატორის ფუნქცია და ჩემი მთავარი მიზანი იქნება დავუსვა კითხვები, თქვენს მიერ დასმული კითხვები ან კომენტარები ჩვენს სტუმარს, რომლის ჩვენთან ყოფნა ძალიან გვიხარია. ლეილა ჩანტლაძე არის ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის მაგისტრი და ასევე საქართველოს წარმომადგენელი აქვათერაპევტთა საერთაშორისო ორგანიზაციაში. ძალიან გვიხარია მისი სტუმრობა ჩვენთან. მადლობა ლეილა. და ლეილა ისაუბრებს ბავშვის ფიზიკური განვითარების ეტაპებზე. რა სირთულეები შეიძლება იყოს ამ დროს ფიზიკური თვალსაზრისით, როდის შესაძლოა იყოს პრობლემები, ვის მივმართოთ ამ დროს და ასევე გაგვესწრებს რამდენიმე რეკომენდაციას. გთხოვთ, რომ იაქტიუროთ, დასვათ კითხვები, დაგვიწეროთ კომენტარები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე, გავაჟღერებთ ამ ლაივის განმავლობაში. ასევე ვნახე, რომ იყო კითხვა, შეინახება თუ არა ეს ლაივი და აქვე გიპასუხებთ, რომ შეინახება, მოგვიანებითაც შეგიძლიათ უყუროთ კიდევ ერთხელ დღევანდელ შეხვედრას და ასევე მოგვიანებითაც შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარები თუ კითხვები. მე მგონი შეგვიძლია დავიწყოთ და გადავიდეთ ჩვენს სტუმართან. გამარჯობა ლეილა. მოგესალმებით. მადლობა კიდევ. მიხარია ისე რომ მშობლის კივრის პლატფორმაზე შევხვდით ერთმანეთს და ჩემს დიდი პატივია რომ აქ დაინტერესებული აუდიტორიასთან ვისაუბრო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ამ შემთხვევაში ბავშვის ფიზიკური განვითარების ეტაპები. ძალიან კარგი გამოცდილება მქონდა ამ აუდიტორიასთან წინაზე ვსაუბრობდით ჩვენ გადაადგილების საშუალებებზე და ეხლაც ვფიქრობ, რომ ისევ იქნება ჩართულობა ჩვენი მსმენელების მხრიდან. ვაგრძელებთ ესე იგი ფიზიკური განვითარების სერიას. ამ კუთხით საუბარს შენთან. ლეილა, პირველი ალბათ ძალიან კარგი იქნება განმარტოთ, რას ნიშნავს ფიზიკური უნარები, რატომ არის მნიშვნელოვანი ზოგადად ბავშვის განვითარებაში და არ ვიცი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ მხრივ. ვინაიდან ჩვენი მსმენელების დიდი ნაწილი არის მშობლები, არ არის სავალდებულო პროფესიულად იყვნენ დაკავშირებული მედიცინასთან, ვისაუბრებ უფრო მარტივიანით ამ შემთხვევაში, მაგრამ მთავარი მიზანი არის, რომ ოჯახში კომფორტულად იგრძნონ ჩვენი მსმენელებმა თავიანთი შვილების განვითარების საკითხებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ისო ხაზს გაუსმევ, რომ ჩვენ ვსაუბრობ ფიზიკური განვითარების ეტაპზე და რას ნიშნავს ზოგადად ფიზიკური განვითარება, რა ამ შემთხვევაში ჩვენ გულისხმობთ ადამიანის შესაძლებლობას გამოიყენოს თავისი ფიზიკური მონაცემები და აკონტროლოს ის. აი მაგალითად პირობითად მე შეიძლება ვთქვათ ხელს ვამოძრავებდე, მაგრამ ხელს უნდა ვამოძრავდე მიზანმიმართულად. და ესე დაწყებული წვრილი მოტორიკით, მარტივი მოძრაობებით და გადასული დამთავრებული სხვილ მოძრაობებზე, მაგალითად როგორც არის ხტომა, სირბილი და ასე შემდეგ. ეს ორ ნაწილად იყოფა, ამაზე იყო მრავალჯერ საუბარი მშობლის კივრის პლატფორმაზე, როგორ შეიძლება დავყოთ კატეგორიებად მოძრაობები კუნთების სიდიდის და მიხედვით. აი, ყველაზე მთავარი, რითაც მინდა დავიწყოთ ეს საუბარი, ვინაიდან ჩვენი შეხვედრის თემა არის განვითარების ეტაპები, მინდა ხაზი გავუსვა ყოველთვის იმას, რომ როდესაც საუბრობთ განვითარების ეტაპზე, ჩვენ ვსაუბრობთ რაღაც მოსალოდნელ შესაძლებლობაზე ბავშვის კონკრეტული ასაკისთვის. აი, მაგალითად, 3 წლის ბავშვი რა უნარს უნდა ფლობდეს, საშუალოდ დაახლოებით საშუალოზე მეტი რაოდენობის შემთხვევაში, მაგალითად 75% შემთხვევაში 3 წლის ბავშვებს უნდა ახასიათებდეს ეს უნარები. ეხლა ხაზს რატო უსმევთ ბავშვობის ასაკზე განვითარების უნარზე, რატო საუბრობთ მხოლოდ ბავშვობის საკითხზე, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ეს ჩვენი ცხოვრების, აქ ხდება ჩაყრა ფუნდამენტისაც ვთქვათ, შემდგომი განვითარებისთვის და რეალურად ხა ძალიან საინტერესო მონაცემი რაც არის წონაში 3ჯერ დიდი ხდები ცხოვრების პირველ ნაწილზე თუნდაც და ეს არის შოკი, ხო, პირველი წლის მანძილზე. და აი ბევრ გამოწვევასთან დაკავშირებული ხო, სეულის სხვანაირად აღქმასთან, ახალი მოძრაობების დამატებასთან. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მივაქციოთ ყურადღება როგორ ვითარდება ბავშვი და რითი შეგვიძლია ჩვენ მისი მხარდაჭერა თუ ამისი საჭიროება არის.
ჩვენ შეგვიძლია პირობითად ახლა ვისაუბროთ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის, გამოყოთ კატეგორიებად, მაგალითად, დაბადებიდან 3 თვემდე ასაკის ბავშვებს ტიპურ შემთხვევაში რა უნდა ახასიათებდეს, მაგალითად, თავის კონტროლი, ხელებზე ხორდნობა, ეს მახასიათებლები შეიძლება ჩვენთვის ცნობილი იყოს, მაგალითად, ახალბედა დედებისთვის, ეს წინასწარ ინფორმაციას ვეძიებდეთ, ხო, სხვადასხვა რესურსებიდან, ახლობლებიდან, რომ მაგალითად გამოლოდინები გქონდეს, მაგრამ აი კითხვა ჩნდება და საჭიროება ამ საკითხზე უფრო მეტი ინფორმაციის დაგების დროს, როდესაც ხდება აცდენა ამ მოლოდინებთან. აი მაგალითად, რომ სადღაც ჩვენ წავიკითხეთ, რომ რაღაცა ბროშურაში ან ინტერნეტ გამოცემაში, რომ 3 თვის ასაკში უნდა შეეძლოს მაგალითად თავის დაჭერა, ხო? და ამას თუ ვერ ახერხებს ბავშვი, ეს უკვე ტრაგედიაა, ეს უკვე საბოლოო შედეგია თუ ეს ყოველს რაიმე განვითარება და საჭიროა რაიმე ჩარევა ამ შემთხვევაში და თუ არის საჭირო რა შეგვიძლია გავაკეთოთ. აი ამ ხრივ მინდა რომ წავიყვანოთ დღევანდელი შეხვედრა, აი ვისაუბროთ დარღვევებზე, ინტერვენციებზე და მოლოდინებზე. კი ბატონო, ძალიან საინტერესო იქნება. მიხარია რომ ამას მოვისმენთ. ბარემ აქვე ხომ არ ვუპასუხოთ აი ამ კითხვას, რახან აი ესე აქცენტი გავაკეთეთ, რომ პასუხი აქვე იყოს. დარწმუნებული ვარ აი ამ დროის განმავლობაში ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ, მაგრამ ხომ არ ვთქვათ, ეს ნამდვილად ტრაგედია არის თუ აი თქვათ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ან სანამდე შეიძლება მოვიცადოთ, თქვათ თავის დაჭერაზე, როდესაც საუბრობთ. ვინაიდან ეს ერთ-ერთი ყველაზე პირველი თვალსაჩინო მიღწევადი შედეგია ფიზიკურ აქტივობაში, შეგვიძლია ამით თავისუფლად დავიწყოთ. 3 თვის ასაკისთვის, დაბადებიდან 3 თვის ასაკამდე პერიოდში მოსალოდნელია, რომ მუცელზე წოლის პერიოდში ბავშვი ეყრდნობოდეს თავის ხელებს უკვე, წევდეს თავს მაღლა და ამ პოზიციას ინარჩუნებდეს. უბრალოდ თავი აწია და ეს მნიშვნელობა აქვს ხანგრძლივობას, ხო, ამ შენარჩუნებას. გვაქვს, აი რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში, აი ვთქვათ, ცოტა ტრაგედია უხიში ტერმინი გამოვიყენე, იმიტომ რომ აი ნიშანი იმისა, რომელიც საჭიროებს ჩარევას, იმიტომ რომ მაგალითად პირადად მე ვარ ფიზიკური თერაპევტი და რა შემიძლია, როდესაც საუბრობ მაგალითად ამ მოლოდინებზე 3 თვის ბავშვმა უნდა თავი აკონტროლოს და თუ ამას არ აკეთებს, რა შემიძლია მე გავაკეთო ფუნქციურად, რა როლია ჩემი, ხო? ამ შემთხვევაში რა შეიძლება გქონდეს მახასიათებლები, როდის უნდა მომართოს მშობელმა მე? თუ არის თავის აწევის სირთულე, ხო? აი მუცელზე წოლიარე პოზაში დააწვინა ბავშვი მშობელმა და თავს აწევს. აი ამ შემთხვევაში შეუძლია უკვე მიმართოს სამედიცინო პერსონალს, ამ შემთხვევაში ფიზიკურ თერაპევტს. ასევე ძალიან საინტერესოა, რომ მაგალითად ჩვენ ჯანდაცვის სისტემაში არის გეგმიური ვიზიტები, ხო, გათვალისწინებული პედიატრიული პაციენტისთვის და თვითონ პედიატრებიც ურჩევენ ხოლმე, ხო, გასინჯვების დროს, რომ გადმოამისამართებენ ხოლმე ჩვენთან, რომ არის მაგალითად რაღაც კონკრეტულ მოლოდინთან განვითარების ეტაპთან ჩამორჩენა. და ამ შემთხვევაში ჩვენ მე მაგალითად პირობითად თუ თავის დაჭერის სირთულე გვაქვს, აი მინიმუმ ყველაზე ის მარტივი რაცაც ჩვენ ვუკეთებთ და რის რეკომენდაციასაც ვაძლევთ შემდეგ ოჯახის წევრებს სახლში, ვეუბნებით რომ ბავშვს რომ ეს მოტორული უნარი განუვითარდეს, აი მინიმუმ უფრო მეტი დრო ჭირდება მუცელზე ყოფნის, იმიტომ რომ აი მაგალითად შეიძლება ზოგიერთ ჩვენს მსმენელს არ ჰქონდეს შეხება კონკრეტულად შეიძლება ახალბედა მოლოდინში იყოს პირველი ბავშვის და არ ჰქონდეს ურთიერთობა ახალდაბშობილთან, მაგრამ აი პირველ თვეებში ხო პასიური ახალშობილი უფრო მეტი ძილის პერიოდი აქვს, შესაბამისად დაკლებია მუცელზე ყოფნის პერიოდი მისთვის და აქტიური, მაგრამ აი მაქსიმუმ ჩვენ გვიძარე პერიოდი უნდა გამოვიყენოთ ბავშვის გააქტიურებისთვის და ხელი შეუწყოთ რომ იყოს მუცელზე. წავახალისოთ რომ მაგალითად სხვადასხვა სათამაშოები დაუწყოთ წინ მუცელზე ყოფნის დროს, რომ ინტერესი გამოიწვიოს, ვესაუბროთ ამ დროს. აი ყოველდღიურ რადგან აი კონკრეტულად ეს დამატებით შესაძლებლობსაც აწევს ბავშვს, რომ ხდება რომ ენა არის, საუბარი არის კომუნიკაციის საშუალება. და არა მხოლოდ ორ კუნთს ვიჭერთ რეალურად ერთად, არა მხოლოდ უკვე თავის ჭერა უვითარდება, არამედ უკვე გადადის კომუნიკაციის სხვა ეტაპზე, ну შეიძლება დაიწყოს უკვე ბგერების გამოცემაც. მნიშვნელოვანია ამ დროს აი ბავშვთან
კონტაქტი, ხელით კონტაქტი, უბრალოდ მაგალითად მხოლოდ გამოუცვალეთ და ბავშვი ვაჭამეთ და ბავშვი წევს წყნარად არტირის, ეს არ არის ჩვენი მიზანი. აი ამ შემთხვევაში მოფერება, მასაჟი, რომ კუნთები იყოს აქტიური. მნიშვნელოვანი. კი ბატონო, ლეილა, აქვე კითხავთ, რომ შეიძლება რომ გავაგრძელოთ ეს თემა, ანუ ეს ნოდან 3 თვემდე გასაგებია ეს პერიოდი და ძალიან კარგი რეკომენდაცია არის ნამდვილად, რომ მუცელზე წოდის პერიოდი იყოს მაქსიმალურად გამოყენებული ამისთვის. შეგვიძლია თუ არა იგივე რეკომენდაციის მიცემა სხვა ასაკობრივ კატეგორიაში, მაგალითად, ბავშვი არის, არ ვიცი, 4 წლის, როდესაც გვაქვს უკვე სხვადასხვა სირთულე, თქვათ, სხვადასხვა დიაგნოზიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ეს ან მდგომარეობიდან გამომდინარე, იგივე რეკომენდაცია იმუშავებს თუ არა ამ შემთხვევაში, ან ხომ არ გუსწრებს შესაძლოა ცოტა მოგვიანებით შევხვდეს ამ რეკომენდაციაზე. აი, დავაკონკრეტებ, აი 4 წელი აღნიშნეთ, ან თვეს გულისხმობდით შეიძლება, ხო? აი მომდენო ეტაპი 3-დან 4 თვიდან პერიოდი. უფრო მოგვიანებით ასაკში, მაგალითად, ანუ ვიცი რომ ნუ განვითარების ეტაპები რა თქმა უნდა მიუყვებით თანმიმდევრობით, როდესაც ასაკობრივად მიუყვებით, მაგრამ აი თქვათ უფრო მოგვიანებით ასაკშიც თუ შეიძლება იგივე რეკომენდაციის გათვალისწინება. დიახ, ამ შემთხვევაში იგივე კუნთთა სისტემაზე მუშაობთ ჩვენ და ინტერვენცია არის იგივე. ოღონდ თუ თქვათ პატარა ასაკში ჩვენ ძირითადად ვართ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც საუბრობთ ბავშვზე, ჩვენი ინტერვენცია არის თამაშზე დაფუძნებული ინტერვენცია. ეს არ შეიძლება იყოს, რომ აი მაგალითად 10 წუთი თქვენ ბავშვს თავი ააწევინეთ ზელით. რაღაცა იძულებით, მიდი თავი აწიე, მიდი მუცელზე იწექი. ეს უნდა იყოს თამაშზე დაფუძნებული, იმიტომ რომ თუ არ არის ჩართული ჩვენი ბენეფიციარი ამ შემთხვევაში სხვა ვერ გაუკეთებს ვარჯიშს, თვითონ უნდა ივარჯიშოს ბავშვმა, რომ განუვითარდეს. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. და რა თქმა უნდა, იგივე ინტერვენცია შეიძლება იყოს დაშავებული, მაგრამ ასაკობრივ ჭრილში განვითარებული, თუნდაც სირთულის მიხედვით. ან შეიძლება დამატებული კოგნიტური დავალებები იყოს მიცემული მისთვის. აი თუნდაც იგივე თუ აი მაგალითად 3 თვემდე ასაკის ბავშვს საუბრობდით, რომელიც არ ჯდება, ხო, ჯერ, მაგრამ აი შემდეგ ეტაპზე გვინახავს ახლა თანამედროვე დიდ მაღაზიებში, საბავშვო მაღაზიებში ბევრი საშუალება არის ეს ჭოჭინის ვარიანტები 1000-ნაირი, რომ აი მაგალითად უფრო თავისუფალი დრო გამოუშვდეს მშობელს და ბავშვი იყოს ჭოჭინაში და გადაადგილდებოდეს ამით, მაგრამ აი ერთი მაგალითად შეიძლება თქო ამას თავისი დადებითი მხარეები ჰქონდეს, მაგალითად ვერტიკალურ პოზაშია ბავშვი და ასე შემდეგ, მაგრამ მეორეს მხრივ ეს უზღუდავს მუცელზე წოლის პერიოდს ამ შემთხვევაშიც. და მისი ბალანსი ეს კისრის კუნთების განვითარებას ეს არ უწყობს. შეიძლება ის ჭოჭინაში იყოს, მაგრამ ისევ ჩაკიდულ პოზაში, ხო? აი შემდგომ ეტაპზე თუნდაც 4-6 თვის ბავშვის შემთხვევაშიც. კი ბატონო. ვიცი რომ ძალიან უსწრაფო, უბრალოდ ახლა ჭოჭინა ვახსენეთ, ალბათ აქაც მნიშვნელოვანია ვთქვათ, უბრალოდ უსაფრთხოების საკითხები და რამდენად რეკომენდებული არის მისი გამოყენება, ვთქვათ, უსაფრთხოების საკითხებში, აქვე ვთქვათ, ჩემი პერსპექტივიდანაც დავამატებ როგორც ოკუპაციური თერაპევტი, რომ ნაკლებად შესაძლოა იყოს კონტროლი ხომ ბავშვის მხრიდან გადაადგილების დროს, იმიტომ რომ ჭოჭინას რომელსაც აქვს ბორბლები, საკმაოდ ესეც სწრაფ მოძრაობა შეიძლება მოვიდეს და ზოგჯერ ინერციით ხდება გადაადგილება, ამიტომ როდესაც გვინდა რომ ბავშვმა თვითონ შეძლოს აი ამ უნარების განვითარება, ხო ზოგჯერ უფრო ნაკლებ რეკომენდაციას გავცემთ სპეციალისტები, ხომ ასეა ჭოჭინის გამოყენებაზე. აი მეტი შეგვიძლია დავამატოთ ამას, აი როდესაც მოდის პირველად ჩვენთან პაციენტი და აი მაგალითად ამ შემთხვევაში ამ ასაკის შემთხვევაში მშობელს ვეკითხებით ხო ინფორმაციას ოჯახის წევრს და აი ჩვენ კი ვეკითხებით, მაგრამ კონკრეტული მელოდინებიც უკვე გვაქვს ფიზიკური თერაპევტის, აი ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ აი თუ გვაქვს იქ უკვე შემდგომ პერიოდში, მაგალითად მოვიდა 12 თვის, 13 თვის ბავშვი და უკვე მაგალითად კი აქვს ინიცირება ნაბიჯების დამოკლებად გადაადგილდება, მაგრამ დარღვეულია ეს გადაადგილება. სხვანაირ მაგალითად ფეხის წვერებზე დაადის, ან მიითრევს ხოლმე ფეხებს და არ არის აქ თქვა დარღვევა კუნთის დაჭიმულობა ან რაღაც ესეთი დარღვევები. ჩვენ ვეკითხებით ხოლმე მაგალითად როგორ ვითარდებოდა ბავშვი, რამდენი ხანი იყო მაგალითად პირობითად დღეში ეტლში ჯდომის პერიოდი. აი შეიძლება ნუ ძალიან კომფორტულია სასეინოდ ეტლის ბავშვის გადაადგილება, მაგრამ აი ძალიან მნიშვნელოვანია თანდათანობით განვითარება ბალანსის კიდურებზე, ქვედა კიდურებზე ყრდნობის. ეს ჯერ რომ ეს საბოლოო შედეგი უფრო მსხვილი მოტორული განვითარება იყოს ნორმაში.
და იგივე შეეხება იჭოჭინას მესმიერ აღნიშნავს ამ შემთხვევაში ხდება ხოლმე ფეხებს მიიწევს ბავშვი არ ხდება სწორად წონის გადატანა მაგალითად სამხრეს ხდება ზეწოლა შემდეგ ეს უშლის არასწორ შუასაც აყალიბებს ჯდომის შემთხვევაში და იწყებს სხვადასხვა ასიმეტრიებს და ეს უკვე ეტყობა შემდგომ გვიან ეტაპზე ეტყობა ბავშვებს ეს ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, აი თუ რაღაც გამოუვალი შემთხვევა, ამ შემთხვევაში ძალიან შეზღუდული უნდა იყოს დრო. მადლობა ამ პასუხისთვის. მე მგონი შეგვიძლია გადავბრუნდეთ. ისე ჩვენ რაზეც გადავუხვდეთ, საუბრობდით ისე 3 თვის ასაკის ბავშვებზე და აი პირველი როგორც თქვით, რომ თავის აწევის სირთულე იყოს, ამ შემთხვევაში შეიძლება თვალსაჩინო და ასევე საინტერესოა ის, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება ბავშვებს ხელები ჰქონდეთ, აი მუშტად შეკრული და აი ნაკლებად მოდიოდეს თავისუფალი მოძრაობა არ ჰქონდეს. ან ცირე მოძრაობა ჰქონდეს საერთოდ და ცდილობდეს რომ გაიდრიკოს მხრებში და თავით აწებოდეს საწოლ ზედაპირს. აი ამ შემთხვევაშიც უკვე ჩასაჭიროა ფიზიკური თერაპევტის ჩარევა. და ძალიან კარგი იქნება, რომ აი მაგალითად ამ შემთხვევაში ნათელი ფერების, რაღაც დიდი ფორმატის წიგნების, ნახატების ჩვენება, ან სათამაშოების ისეთი რაღაც უფრო ნათელად გამოკვეთილი სათამაშოების ჩვენება, რომ ეცახალეს ეს ფოკუსირება გააკეთოს მის, როდესაც ჩვენ ვიყენებთ სათამაშოს მისი უზერის დაჭერისთვის და თავის აწევისთვის. ეს რაც შეეხებოდა 3 წლის ასაკში, ან ყველაზე თვალსაჩინო მსხვილი მოტორული უნარის განვითარებას. აი შემდეგ ეტაპზე რო გადავიდეთ 4-დან 6 თვემდე ბავშვებისთვის, ამ შემთხვევაში ყველაზე თვალსაჩინო ის არის, რომ ბავშვი ზის უკვე იყენებს ხელებს ჯდომისთვის, პოზის შენარჩუნებისთვის და ბრუნდება ზურგიდან მუცელზე და პირიქით უკვე დამოუკიდებლობის სხვა კატეგორიას აღწევს ბავშვები და აი დახმარებით დგომისას კიდე ეყრდნობა ფეხებს უკვე ეს დიდი წინ გადადგმული ნავიჭია და ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ მოხდეს ეს ყველაფერი ერთობლივად აი როგორც წეგან თქვი სიარულის მაგალითზე რომ შეეჩვიოს ყრდნობას დახმარებით ყრდნობას და არა პირდაპირ მიდი გაიარე ხო და ამ შემთხვევაშიც თუ ჩვენ ეს კი მოლოდინია რომ უნდა გადატრიალდეს ორივე მხარეს ბავშვი ხო მაგრამ თუ ამას არ აკეთებს რითი შეგვიძლია ჩვენ ეს უნარი განუვითაროთ ხო იგივე რასაც თავის აწევის შემთხვევაში ვამბობდით რომ წავახალისოთ სხვადასხვა სათამაშოთია მაგალითად ეს შესაძლებლობია ხმოვანი სათამაშოები რაღაც ღილაკები ჟარუნები წვდომაზე თუნდაც ხო ინტერესი იწვევს სხვადასხვა ფაქტურის სათამაშოები და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ჯდომის პოზა შეინარჩუნოს რომ და ბალანსი განავითაროს რომ გაურთულოთ საქმე ისეთი სათამაშო მოდელი რომელიც ორი ხელის გამოყენებას მოითხოვს აი თუნდაც რა მაგალითად სკელი ფაქტურის ციგნები რომელიც ახლა ერთით ვერ გადაშლის იძულებულია რომ მეორე რაღაცნაირად გადაშავლოს ხო მეორე ხელი გამოიყენოს და ისევ ყოველთვის მნიშვნელოვანია რომ გავაკეთოთ იმიტაცია ნებისმიერი აქტივობის, რასაც ვაკეთებ, ხო, აი მაგალითად პირობითად რაღაცა წყალზე მაქვს ოპერას ციგნი, ხო და რო აი წყლის ხმა როგორ გამოსცემს, ხო, შრიალის ხმა და ეს იმიტაციები ნებისმიერ ჩარევის დროს, რასაც მშობელი აკეთებს, ნებისმიერი ოჯახის წევრი, იწვევს ბავშვისგანაც უკულ რეაქციას და ისიც აკეთებს იმიტაციას და უკვე ვითარდება სხვა უნარის, ფიზიკურ უნართან დამოკიდებით. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. და ამ შემთხვევაში ეს ნიშნები, ხო, რა დროს უნდა მოვმართოთ ჩვენ როგორც ფიზიკურ თერაპევტს, ეს არის აი მორკალური ზურგი აქვს, აი ჩვენ თუ მოლოდინი გვაქვს, რომ ბავშვი უნდა იჯდეს, აი მაგალითად ხელებით ეყრდნობოდეს და იჯდეს, და ჯდომითი ბალანსი უნდა გქონდეს, ხო, ხელების ყრდნობის შემთხვევაში, მაგრამ თუ ზურგი მორკალური აქვს, აი თავი უვარდება ქვევით, თუ სუსტი კონტროლი აქვს, ან ხელებით აქვს დაჭიმული და წინ ვერწევს, ხო, აი მაგალითად ბავშვის წამოყენება თუ გვინდა და აკეთებს ხერხემლით თავს, ხო, იდრიკება. ამ შემთხვევაშიც უნდა მოვმართოთ ფიზიკურ თერაპევტს ჩარევებისთვის, რომ დროულად მოხდეს დაწევა, ასე ვთქვათ, ჩაჯდომა და მაქსიმალური შედეგის მიღება. კი ბატონო, მადლობა რომ გაგვიზიარე. ანუ 6 თვის ასაკამდე მოკლედ თუ ეს უნარი არის განვითარებული, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, პედიატრის შემდეგ ალბათ მივმართავთ მაშინვე ფიზიკურ თერაპევტს. დიახ, იმიტომ რომ აი სპეციალური
ეს არ არის რაღაც შეიძლება განვითარების ეტაპების შესახებ ინფორმაცია იყოს ზოგადი, ნებისმიერი მაგალითად ახლა ჩვენ რასაც ვიყენებთ, მაგალითად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული კვლევების შედეგად, ან მაგალითად CDC-ის კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაციას ვეყრდნობით ძირითადად, ხო, ისეთი გავლენიანი სტრუქტურები, სადაც უფრო დიდი პოპულაცია იყო კვლევის დროს ჩართული, მაგრამ ნებისმიერი არ არსებობს რაღაც ჩარევა, ჩარევების ბუკლეტს ვერავინ ვერ იპოვის, რომ აი მაგალითად ამ შემთხვევაში ეს უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზი და ინდივიდუალურად შეფასება ხდება ხოლმე ბავშვების და ჩარევების მორგება ამამისად. კი ბატონო. შემდეგ გამითარებით ეს ეტაპზე უნდა ვისაუბროთ ალბათ ხო ასაკობრივ. დიახ, შემდეგ ხა 7-დან 9 თვის ეტაპზე. ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო საკითხი შემოდის, უკვე შეუძლია მონაცვლეობით ხელის და ფეხის გადაადგილება. ხოხვა და ძალიან ბევრი დისკუსია არის ხოლმე ხოხვასთან დაკავშირებით ეს ეტაპი რომ უნდა გამოტოვებული იქნა შეიძლება თუ არა და ასე შემდეგ. და სანამ ხოხვაზე გადავალთ, პრინციპში მანამდეც არის განვითარების მცირე ისა განსხვავებული ეტაპი ცოცავს, ხო? შეიძლება აი პირდაპირ ხოხვა არ დაიწყოს, ცოცვის შემთხვევაში მთლიანად სხეული მუცლით გადაადგილდება, არა აქვს მუცელი აწეული, ხო? აი როგორც ჯარისკაცების შემთხვევაში ველებს რომ მოცოცავენ. და ხოხვა უკვე უფრო მაღალი განვითარების ის, როდესაც მუხლებით და წინა კიდურებით გადაადგილდება. და მუცელზე და ზუგზე მწოლიარე პოზიდან ადვილად ჯდება თავისი და ზის და წვდება სათამაშოებს აქცევის გარეშე. შესაბამისად ეს უკვე ნიშნავს, რომ ჯდომითი ბალანსი აქვს კარგად განვითარებული. ხო, აი ხელების დახმარება არ ჭირდება, ისე უკვე თამამია. მაგრამ რა შემთხვევაში ჭირდება, მაშინ მშობლის მხარდაჭერა ფიზიკური განვითარებისთვის, როდესაც იყენებს ძირითადად ერთ ხელს, აი მაგალითად წელს მაინც იყენებს საყრდენად, ან ისე მოკალური აქვს ზურგი, ხო, აი ეს ხშირად შეგვხვდა ეს მახასიათებელი საყურადღებოდ, ან სუსტად იყენებს ხელებს ჯდომისას. აი სულ კი არ უჭირავს სათამაშო ხელში, არამედ ცდილობს რომ ხშირად ეყნობოდეს და ზოგჯერ ითავისუფლებს ხოლმე ხელებს. ხოხვის სირთული, ან შეიძლება ცალ მხრით მიხოხავდეს საერთოდ ასიმეტრია იყოს ხოხვის დროს. და როდესაც ფეხზე ყრდნობა გვინდა განვავითარო და ფეხზე დავიჭერთ ბავშვს ჩვენი დახმარებით, არ შეუძლია ფეხებზე ყრდნობა, აი ვერ იმართება ვერც მხრებში და ფეხებსაც არ ეყრდნობა. აი ამ შემთხვევაში საჭიროა უკვე ჩარევები. რომ უფრო მეტი მოძრაობისკენ, უფრო მეტი სათამაშოები უნდა იყოს მისი ირგვლივ, მაგალითად შეიძლება ორიენტირებული იყოს, მით უმეტეს თუ ვთქვათ, ერთი ბავშვია ოჯახში, რა თქვა პირველი ბავშვი, ახალგაზრდებული, რაღაც უფრო სიხარულთან დაკავშირებული და აი ძალიან იდეალურად მოწესრიგებული გარემო შეიძლება უნდა რომ ოჯახის წევრებმა შეუქმნას ამ ბავშვს, მაგრამ პირიქით რომ რაც უფრო ხელმისაწვდომი იქნება სათამაშოები, ხო, მისთვის მოტივაციას ზრდის მოძრაობისკენ. და აი მაგალითად ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება ესეთი თამაშების შემოყვანა, აი მიზეზ შედარებრივი თამაშებით, მაგალითად ჭიტა და ხო აი რატომ ხდება ეს, რომ აი ნენელა ამას უკვე აკავშირებს სხვადასხვა მოძრაობებზე, ხო აი მაგალითად მე თუ მინდა რომ ესე გავჩერდე, რა უნდა გავაკეთო, ეს მიზეზ შედარებრივი აზროვნება შემოდის ბავშვის გონებაში. ლილა, შენ ახსენე, რომ ხშირად არის განხილვაში, შეიძლება თუ რა ბავშვმა გამოტოვოს ხოხვის ეტაპი, ან აუცილებლად უნდა გაიაროს თუ არა და ბარემ ხარ უპასუხოთ აი ამ ხშირად განხილულ საკითხს. შეუძლია ბავშვს თქვა გამოტოვოს ეს ეტაპი, ან ზოგჯერ მეც მსმენია, ხშირად ამბობენ, რომ თუ ხოხვას დაიწყებს, შესაძლოა გადაავადოს შემდეგ ფეხზე დგომა და სიარული, ამიტომ კარგი იქნება თუ მოკლედ ვიტყვეთ ამას. ხო. აი მაგალითად ეს თუ გააჩნია რა შესაძლებლობას ვაძლევთ ბავშვს, ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში, მაგალითად თუ ჩვენ საუბრობთ ხოხვაზე და ბავშვი ყავს ჭოჭინაში ჩასული პირობითად, ან მაგალითად ბავშვი არის მარტო დიდ დროს ატარებს მაგალითად თავის საწყლზე, ხო? აი ხოხვის სურვილი არ უჩნდება ამ შემთხვევაში და ხოხვის საჭიროება არ უჩნდება. საჭიროება რო არ უჩნდება, არც სურვილი არ აქვს ბავშვს და ბუნებრივია რომ ის არ გახოხდება.
აი წეგან რაც ვახსენე ხო აი мотиваციისთვის სათამაშოები იყოს რაღაცა ნივთები ან რაღაც ნაძვის ხე იდგეს პირობითად ახალი წელი თუ რაღაც ახლოს ფრიალებდეს და აი მინდა რომ მივიდე დამოუკიდებლად გადავაადგილდე და ეხლა მაგალითად თუ ოჯახის წევრი ანუ მეხმარება მე ყოველთვის და თქვა მიმიყვანს იქ მე არანაირად ხოხვის ეს შეიძლება გამოტოვეს ეს საერთოდ და უკვე იმ ასაკამდე რომ მივალ კუნთების განვითარება ისეთ ეტაპზე იქნება რომ უკვე მე შემიძლია ძლევანი სისტემის ყრდნობა განავითარო აი გამოდის რომ უკვე გამოტოვებული მაქვს ეს ხოხვის ეტაპი აი გააჩნია საჭიროებას და საჭიროება წარმოშობს მე სულ გასაგებია შემდეგ ეტაპზე გადავალთ ალბათ ახლა დიახ აი მაგალითად აი შემდგომი ეტაპი უფრო უკვე ისეთია უფრო მეტი დამოუკიდებლობისკენ უბიძგეს ბავშვს რომ უკვე ეყრდნობა საყრდენს მისი ირგვლივ ავეჯის ირგვლივ გადაადგილდება რამდენიმე ნაბიჯს დამოუკიდებლადაც დგამს და აი ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ უკვე მოლოდინი გვაქვს ხო 10-12 წლის ასაკში თუ უნდა ეყრდნობოდეს და თავს მისით უნდა წამოდგეს მისით უნდა გაიაროს ავეჯის ირგვლივ და ამას არ აკეთებს და მაგალითად კი მოეჭირდა ხელები და გასწორდა და შეიძლება მაგალითად ეს მშობელმა აღიქვას რომ აი ხო დაეყრდნო და ხო გასწორდა ვერტიკალური პოზა მისით მიიღო მაგრამ ეს არ არის ყრდნობა ამ შემთხვევაში ქვედა კიდურებს არ იყენებს ძირითადად თუ ზედა კიდურებით არის ხელებით არის ჩაჭიდული რაღაც საგანზე და აი ქვედა კიდურებით მიფორთხავს ანუ არ აქვს ტერფებზე არ ეყრდნობა ამ შემთხვევაში ეს არის უკვე ჩვენი ჩარევის საჭიროებას უთითებს. ან მაგალითად, როდესაც ზის ამ შემთხვევაში სამხარეს თუ ეყრდნობა, ან მაგალითად ძალზე დაჭიმულია ხელები ან ძალზე მოხრილი. ნებისმიერ შემთხვევაში ეს მახასიათებლები შემაფერხებელი ფაქტორია სიარულისთვის. და ამიტომ ჩვენ მოვმართავენ ამ შემთხვევაში. ან ისე თუნდაც ჯდომითი ბალანსი თუ არ არის ხშირია ხოლმე კითხვა, რომ როდესაც მოდის მშობელი და განვითარების ეტაპის მიხედვით იცის რომ მოლოდინი რამ ეტაპს უნდა იაროს ბავშვმა უკვე და აი არ დადის და როდის გაივლის პირველი კითხვა არის ეს რომ ვთქვათ ამდენხანში ერთ თვეში ორ კვირაში მაგრამ აი ჩვენ ვეუბნებით უფრო უმარტად რომ გაიაროს ჯდომითი ბალანსი აქვს დგომით ბალანსს რომ თავი დავანებოთ არა ან მაშინ ესე იგი ჯერ ეს ეტაპი იმიტომ რომ ყველა ეს პატარა ის აგურები აკოწიწებული ამას მივყავართ საბოლოო შედეგამდე უფრო მსხვილ შედეგამდე ანუ ყველა ეტაპი გამოდის რომ არის საფუძველი შემდეგი ეტაპზე ბავშვის განვითარების ხო დიახ აი თუნდაც იგივე წეგანა ეს ძალიან საინტერესო საკითხიც რაც ვახსენეთ ხო ხოხვის შემთხვევა აი შეიძლება ის კი ვთქვით რომ გამოტოვებული ექნას ეს გარემო პირობების გამო ან თუნდაც ხო ინტერესიდან გამომდინარე ხო მაგრამ აი შემდგომ სიარულის შემთხვევაში შეიძლება აი ძალიან საინტერესო მაჩვენებელია რომ მაგალითად დაცემის რისკი იყოს დაცემის სიხშირე იყოს მეტი ის მაინც იმ გამოცდილებას დანიშნულოვანია რომ ღებულობს თავის დროზე ახალგაზრდა გასაგებია ბავშვი შემდეგ ეტაპზე უნდა გავაგრძელოთ ალბათ საუბარი დიახ აი მაგალითად შემდგომ უკვე 13-15 თვის პერიოდში ხო ტიპური განვითარება გვაგვძლევს იმ მოლოდინს რომ უკვე დადის დამოუკიდებლად და იშვიათად იქცევა ამ შემთხვევაში აკეთებს ჩაჯდომებს სათამაშო სასაღებად რაღაცა ინიჩის ასაღებად თავისუფლად და თუ ამას ვერ ახერხებს, უკვე არის ჩვენი ჩარევის საჭიროება, ხო? აი ხშირია წაქცევები, ხო? აი რატომ აი მაგალითად ეს არ ხდება იმის გამო, რომ თქვა სრიალა ზედაპირია მხოლოდ, ხო? აი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეძლოს ეს ბალანსის შენარჩუნება, ბალანსის შენარჩუნების სტრატეგიების გამოყენება და აი მნიშვნელოვანია ჩვენი როგორც ფიზიკური თერაპევტის ჩარევა ამ შემთხვევაში, რომ ჩვენ მუშაობთ მაგალითად კოორდინაციაზე, ბალანსზე, ცალკე განსხვავებული ჩარევები გვაქვს და ამ შემთხვევაში ვეხმარებით მშობლებს ჩვენი რეკომენდაციები. ბატონო, ლეილა, აი ეხლა აქამდე რაზეც ვისაუბრეთ, ეს შეგვიძლია ალბათ
გავაგრძელოთ რამდენიმე არ ვიცი 5 წლამდე, 6 წლამდე ხო განვითარების ეტაპები და ესე თვეების მიხედვით განსხვავდება რა თქმა უნდა. აი აქამდე რაზეც ვისაუბრეთ, ან თუნდაც მოგვიანებით ასაკში, თუ არის რამე მარტივი სავარჯიშოები, გარდა იმისა, რომ თამაში არის წამყვანი, როგორც თქვენ ახსენეთ და სხვა სათამაშოების გამოყენება და ბავშვი უნდა დაინტერესდეს და უნდა სიამოვნებდეს პროცესი. აი თუ არის ასევე რამდენიმე სავარჯიშო ან ხრიკი, არ ვიცი დავარქვათ ამას, რომელიც გაზიარებად შეგვიძლია მშობლებისთვის სახლის პირობებში. ან რამე მასალა თუ არის ამისთვის საჭირო, თუ უბრალოდ ბუნებრივ პირობებში შეუძლიათ სხვა სავარჯიშო. ძალიან საინტერესო ის არის და მიმზიდველი ამ საკითხს საუბრისას, რომ და იმიტომ საუბრობთ ესე საჯაროდ, ხო, დაინტერესებული მშობლებისთვის, რომ შეიძლება სახლის პირობებში ყოველგვარი დამატებითი ინვენტარის ან სპეციალისტის, თქვა სახლის მომსახურების ჩათვის გარეშე ჩვენ დავეხმაროთ ბავშვს, აი თუნდაც თუ დავიწყოთ უფრო პატარა ასაკი და 3 თვის ასაკიდან და ისევ მაგალითად პლაგიოცეფალია რო არ განვითარდეს ხო, მაგალითად თავის გაწყელების სინდრომი, ხო, ბავშვს აყურებინოთ ორივე მხარეს, გამოვიწიოთ ისევ აი მაგალითად სათამაშოც მინიმუმ სათამაშოც თუ არ არის ნებისმიერი ნივთი რაც შეიძლება ხალხში გვეჭიროს, ხო? ფერადი ტანსაცმელი მნიშვნელობა არ აქვს, რომ უკვე ვიზუალურად გავაღიზიანოთ და ვაყურებინოთ ორივე მხარეს. მუცელზე წორიარე პოზაში ვათამაშოთ უფრო დიდხანს, კიდურების ვარჯიში გავუკეთოთ ნებისმიერი აი ეს როდესაც ვუცვლით ბავშვს ყოველი გამოცვლის შემთხვევაში და ეს უკვე სისტემატური ვარჯიში უკვე ჩხევას ჩამოაყალიბეთ ბავშვისთვის სწორი მოძრაობის. და ხოხვის ხელშეწყობა შეიძლება ჯდომით განანაცვლების ნაცვლად, რომ განვითარდეს ზედა და ქვედა კიდურების სისტემატური მოძრაობა. აი მაგალითად შეიძლება თქო ძირში დავყაროთ სხვადასხვა ნივთები, როდესაც ხოხავს ბავშვი და აი ბარიერებზე გადალახვა, აი ბალიშები თუნდაც გვეშინია რომ რამეზე არ იყინოს, ბალიშები დავყაროთ, რაღაცა დავახვიოთ პირსახოცები და იმაზე გადალახვა, ან თუნდაც ამ ბარიერებს შორის გაგზრომას ზე ივარჯიშებს და უკვე ამ ხრივადაც დავეხმარებით. კოორდინაცია ხდება, ხო, კოორდინაციის განვითარება და ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ასევე რომ ეგრეთ წოდებული ძალიან კარგია თუ თურქული ჯდომის სტილში ჩაჯდება ბავშვი, როდესაც თამაშობს და არა მაგალითად ფეხების W პოზაში ჯდომა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომ ეტაპზე, რომ აი რეკომენდაცია შეიძლება ეხა ამას არასწორია, როდესაც ვეთქვით, რომ აი მაგალითად არ დაჯდე ასე, რთულია ბავშვისთვის, ეხა არ დაჯდე რაღაც დებულებებით ურთიერთობა. ესეც თამაშის პრინციპად შეიძლება თუ შევამჩნიეთ, რომ ესე ჩაკეცილი ფეხები, ანუ ტეხებს შორის ჩაჯდომით ჯდება, ამ შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ სათამაშოები დაუყაროთ შუაში და იძულებული გავხადოთ, რომ ფეხები გაშალოს ისე დაჯდეს. ან მაგალითად კედელთან მივუწევოთ რაღაც სათამაშო, რომ იძულებული იყოს თქვა მუხლებზე დგომით გააკეთოს რაიმე. საკეთს ალბათ თამაში ხალთან დაინახოს პოზა. კი და აი არც უნდა ნებისმიერი ახალი მოტორული უნარის ათვისების შემთხვევაში მშობელი არ უნდა მოდუნდეს, აი მაგალითად თუ 18 თვეზე უკვე ჩაჯდომას აკეთებს ბავშვი და ნივთი თუ გადაუვარდა ამ ნივთს იღებს თავისით, უკვე ადგილზე ხტომებისთვის უნდა მოამზადოს და უსაფრთხო სირბილისთვის. საბოლოო ჯამში ჩვენ ბავშვს ვამზადებთ რაღაც აქტიური დიდი სოციუმში უნდა გავიდეს, ხო და უნდა იყოს დამოუკიდებელი და უსაფრთხო. კი ბატონო. ლილა, მე მგონი კითხვა არის შემოსული, ხა ვკითხულობ, რომ რა განსხვავება არის ოკუპაციურ თერაპევტს და ფიზიკურ თერაპევტს შორის, თუ შეგიძლია რომ ფიზიკური თერაპიის ნაწილზე ისაუბრე და მე რა თქმა უნდა დავუმატებ ოკუპაციურ თერაპიის ნაწილს. ვინც ეს კითხვა დასო ძალიან გამომართლა, მგონი, ვით რომ ორივე მხრივ შეგვიძლია გავახსოთ ეს საკითხი. მე როგორც ფიზიკური თერაპევტი მინდა გითხრათ, რომ ფიზიკური თერაპევტები ჩვენ მუშაობთ ფიზიკურ უნარებზე, ფიზიკური უნარების განვითარება, ფიზიკურ მახასიათებლების განვითარებაზე. აი მაგალითად, ჩვენ თეონა ისაუბრებს ოკუპაციურ თერაპიაზე, ვინაიდან ოკუპაციური თერაპევტია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, როდესაც ფიზიკურ თერაპევტთან თქვენ მოდიხართ, ჩვენ ნებისმიერი მასშტაბის, უფრო ხშირად ფართო მასშტაბის მოტორულ უნარებზე, ბალანსზე და კოორდინაციაზე, ძალაზე და გამძლეობაზე, პოზის კორექციაზე მუშაობთ ამ ყველაფერზე ერთად.
შეიძლება ერთმანეთის გადაფარვაც ხდებოდეს იმ შემთხვევაში თუ გვაქვს მაგალითად საკადრო დეფიციტი და თქვათ ერთმანეთს სამთით რო ვეძებთ მაგალითად განსაკუთრებით რეგიონებში, როდესაც ეს პრობლემატურია, მაგრამ არის სრულიად განსხვავებული დისციპლინები. ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ეს ფიზიკური მახასიათებლების განვითარება, ფიზიკური დამოუკიდებლობის თვლის. ფუნქციური ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე შემთხვევაში ფუნქციური დამოუკიდებლობა არის ამოსავალი წერტილი ჩვენი მუშაობის. კი ბატონო. მადლობა ლილა, მეც დავუმატებ ოკუპაციური თერაპიის კუთხით. ოკუპაციური თერაპია შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგივე საქმიანობით თერაპია, ესეც შეგვიძლია განვმარტოთ და როგორც ლილა ამბობს, რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ფიზიკურ ნაწილზე მუშაობა და რა თქმა უნდა ფუნქციური დამოუკიდებლობას ემსახურება ფიზიკური თერაპევტი, ოკუპაციური მთავარი ხედვა უკავშირდება საქმიანობას, რომ რამდენად არის ადამიანი ჩართული ყოველდღიურ საქმიანობებში, იქნება ეს საკუთარი თავის მომსახურება, პირადი ჰიგიენის დაცვა, ასე ვთქვათ, ჩართულობა სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებში, ჩაცმა გახდა, ამ ყველაფერში რა თქმა უნდა ფიზიკური უნარი სჭირდება ადამიანს, ამის გარეშე ძალიან გართულდება ამ მოქმედებების შესრულება, ამიტომ ვუყურებთ საქმიანობას და რა თქმა უნდა შემდეგ ვიშველიებთ სხვადასხვა მიდგომას ამ მხრივ შესაძლოა ფიზიკურ უნარებზეც ვიმუშაოთ, ასევე თვითონ პროცესზე, შესაძლოა დაგვჭირდეს დამხმარე საშუალებების გამოყენება, რომ შეძლოს ადამიანმა ამ კონკრეტული საქმიანობის შესრულება და აქვე დავამატებდი, რომ სასურველია და ალბათ იდეალურ შემთხვევაში ფიზიკური თერაპევტი და ოკუპაციური თერაპევტი ერთდროულად მუშაობენ ერთ ბავშვთან თუ ზრდასრულთან, ავსებენ აი ამ ფუნქციებს და ესე ბევრად უფრო წარმატებული არის ხოლმე მათი მუშაობა, ვთქვათ, ლილა, ამ შემთხვევაში შესაძლოა ლილა უფრო აქცენტი გააკეთოს ფიზიკურ ნაწილზე, მე ვთქვათ, უფრო საქმიანობებს უფრო მეტად ჩავუღრმავდე და იდეალურ შემთხვევაში მოკლედ ასე გამოიყურება წესით ჩარევა ადამიანთან, რომელსაც სჭირდება რეაბილიტაციის სპეციალისტების დახმარება, ხომ? სამწუხაროდ ასე ვერ ხდება ყოველთვის ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ხო, იმედი არის, რომ იქნება ამის შესაძლებლობა თუნდაც კადრების თვალსაზრისით არ არის მისაწვდომობა აი ამ ორივე სპეციალისტის ყველა რეგიონში და ხშირად ასე ვერ ხდება. ხო. სადაც ეს პრობლემაა განსაკუთრებით კადრების დეფიციტი, აი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეკომენდაციების მიღება, აი ჩვენ ვთქვით, რომ აი რისი გაკეთება შეგვიძლია სახლში ჩვენ, როდესაც ვთქვათ, არ გვაქვს მხარდაჭერა თუნდაც სპეციალისტიდან, აი წეგან აღნიშნეთ, რომ უკვე როდესაც დადის ბავშვი, შეიძლება აქაც გქონდეს გამოწვევები, ხო, ხშირი წაქცევები, აი მაგალითად ბატის მაგვარი სიარული, აქნის პრობლემები, ხო? და მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოდ იგრძნოს ბავშვმა თავი და აი ძალიან მარტივი გადაწყვეტა შეიძლება, ხო, აი მაგალითად თუნდაც, ვთქვათ, ხის იატაკი თუ არის, ხის იატაკზე იაროს თუ მაგალითად არ არის საბავშვო მოედნები, სადაც მაგალითად ბალანსზე და კოორდინაციაზე სასიარულო სპეციალური ღერძებია. აი მაგ დაახლოებით 20-30 სანტიმეტრის ზომის ღერძზე. უფრო ფართეზე და რაც უფრო იზრდება, უფრო ვავიწროთ ამას. ქვიშაში ხტომა ძალიან მნიშვნელოვანია, ველოსიპედის ტარება, ბუთის დარტყმა და დაჭერა და თუნდაც აი ესეც კიდე ინვენტართანაა დაკავშირებული. თუ ამაზე ცხენმისაწვდომობა არ არის, აი ნებისმიერ შეიძლება უბრალოდ გაღალდი დავკუჭროთ, ხო და იმისი სროლა და დაჭერა, კოორდინაცია ხდებოდეს მოძრაობების. და ამის შემდეგ უკვე ეს არის მაგალითად დაჭერის შემთხვევაში ადგილზე დგას, ხო, ბავშვი, მაგრამ დინამიური ბალანსის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი მაგალითად ეფექტური სირბილი, ხო? კიბეზე ასვლა, დიდი შესაფერისად, საფეხზე ბალანსი. აი მაგალითად 4 წლის ბავშვი საფეხზე 5 წამის განმავლობაში თავისუფლად დგებოდეს. თუ ამაში დარღვევა გვაქვს, ვეხმარებით ამის განვითარებაში, ან იმართავთ დამატებით ვარჯიშებს. კი ბატონო, ასე რომ შევაჯამო, ანუ როგორც ვისაუბრეთ, არსებობს განვითარების ეტაპები, რომლებიც მეგონი ილაშვილი შემოგვიერთდა, ასევე განვითარების ეტაპები არსებობს, რომლებსაც ვუყურებთ ხოლმე კონკრეტული ასაკის ჭრილში, ვაკვირდებით ბავშვი აკეთებს თუ არა ამა თუ მიყვება თუ არა აი ამ ასაკობრივ განვითარებას, თუ რაიმე სირთულეს აღმოვაჩენთ
მივმართავთ რა თქმა უნდა სპეციალისტს, პირველ რიგში შესაძლოა იყოს პედიატრი და გადამისამართება ხდება აუცილებლად ფიზიკურ თერაპევტთან, ასევე ოკუპაციურ თერაპევტსაც შეგიძლიათ მიმართოთ მეც დავამატებ ამ კუთხით და აქტივობებს, აი რომელსაც ვთავაზობთ, შესაბამება ასევე ამ ასაკობრივ კატეგორიას რომელშიც ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს პრობლემები, ხომ? და ნუ სახელმწიფოში უბრალოდ თამაშის აქტივობის დაგეგმა შეიძლება. კიდევ თუ შეგვიძლია რამე ესეთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მივიცეთ ამ მხრივ მშობლებს, ან თქვათ, რამე თუ არის ესეთი განსაკუთრებით საყურადღებო, რაზეც აქცენტი უნდა გაკეთდეს ამ დროს, აი რაღაცნაირად რომ შევაჯამოთ. ამ შემთხვევაში ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ ფიზიკური განვითარების ეტაპზე, ყველაზე ეს თქვათ შემაჯამებელი რაც შეიძლება ითქვას, აი დღეს არა მარტო ჩვენთან, ჩვენ ვართ დაინტერესებული ამ საკითხით, საქართველოში მსოფლიო გამოწვევა არის ფიზიკური არააქტიურობა. აი მეტიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აქვს გამოწვევა ესეთი 2030 წლამდე მსოფლიო უფრო აქტიური გახადოს, იმიტომ რომ არა მხოლოდ ბავშვობის ასაკში, არამედ შემდგომად ძალიან დიდ პრობლემას ქმნის ეს არააქტიურობა და ეხლა თუ ისე დაუკავშირდებით ბავშვობის ასაკს, აი მაგალითად ისეთი ეკრანის მქონე მოწყობილობები, ხო? აი მაგალითად ეხლა ჩართვა გვაქვს, იძულებული ვართ ეკრანიდან უსმინოთ ერთმანეთს, ხო? აი კომპიუტერი, რაღაც პლანშეტი, ტელეფონი. ამ მსგავსი მოწყობილობების გამოყენება ხშირად მაგალითად ჩემს ბავშვობაში თუ მხოლოდ ტელევიზორი იყო ეკრანიანი და მაგალითად ტელევიზორთან დიდი ხანი ხარ, თქვა თვალები გეტკინება. შეიძლება ეს იყოს ესეთი დეფინიცია მკაცრი მშობლებისგან, ხო? დღეს უკვე კვლევებს წარმოშობთ, რომ მნიშვნელოვანია თან არის შვილი. ამ შემთხვევაში შეიძლება ბედნიერი იყოს მშობელი მხრივ, რომ აი დათვლა ისწავლა უკვე ინგლისურად ლაპარაკობს და ასე შემდეგ მიზეზები, მაგრამ ბავშვი ამ შემთხვევაში არ არის ფიზიკურად აქტიური. და ბავშვის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფიზიკური აქტივობა. აი განვითარების სხვადასხვა ასპექტებია, ხო? მაგრამ ფიზიკური განვითარება უდევს ეს გამჭოლ საფუძვლად ყველა ასე ემოციურ განვითარებას, დამოუკიდებლობის განვითარებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამისი გათვალისწინება, რომ ვთქვათ, ეხლა თუნდაც ჩვენ თითქმის 1 საათია ხო საუბრობთ 40 წუთი და პასიურები ვართ ხო მაინც და ეს ძალიან გასათვალისწინებელი საკითხია. და ეს თქვა, ჩემი მოწოდება იქნება მშობლებისთვის, რომ ეს გაითვალისწინონ. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ყოფილვართ აი რეაბილიტაციის პროცესში ისეთ პრობლემებთან, რომლებიც ეს ეკრანთან გატარებული დროის შედეგად იყო გამოწვეული. კი ბატონო, მადლობა ლილა საინტერესო საუბრისთვის და საინტერესო რეკომენდაციებისთვის. ეს ლაივის ჩანაწერი აუცილებლად იქნება ჩვენს Facebook გვერდზე, მშობლის კილვის პლატფორმაზე. შეგიძლიათ ნახოთ, თუ კიდევ გაგიჟდათ რაიმე კითხვები, გთხოვთ, მოგწეროთ და ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, რომ გიპასუხოთ. დიდი მადლობა. ერთი წუთი თუ გვაქვს კიდე, ძალიან ისეთი საკითხი, მნიშვნელოვანი საკითხი, აი წეგან ისეთი საინტერესო კითხვა და ისო რა გასხოვებაა თქვენ შორის, ხო, ოკუპაციურსა და ფიზიკურ თერაპევტს შორის, ხო და აი ეს გაურკვევლობა თუ არის და აი მაგალითად არიცით ვისთან მიხვიდეთ, ხო? აი ძალიან კარგი შესაძლებლობები არის, აი სატელეფონო აპლიკაციებია, რომლებიც შეგვიძლია ეხლა კონკრეტულად რეკომენდაციას არც ეს არ გავუწევთ, თუმცა ბევრია ესეთი და ეს მაგალითად მაღალი დონის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელიც მდებარეობს ატლანტაში, ხო? მისი განვითარებული ესეთი აპლიკაციები, სადაც შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი ბავშვის მონაცემები, რომლებიც სრულიად კონფიდენციალურია, ასაკი, სქესი, წონა, დაბადების და ასე შემდეგ და ყოველთვის, ანუ კონკრეტული განვითარების ეტაპისთვის მონიშნოთ ფუნქციები არა მხოლოდ ფიზიკური განვითარების შემთხვევაში, არამედ მეტყველების, ემოციური განვითარების ასპექტებში არის დასმული კითხვები და თვითონ გაგიანალიზებთ ეს პროგრამა, რომელ სპეციალისტთან თქვენ ჭირდებათ მისვლა, მეტყველების თერაპევტთან, ოკუპაციურთან, ფიზიკურ თერაპევტთან თუ საერთოდ არ ჭირდებათ არანაირი სამედიცინო ჩარევა. აი ძალიან უფასო წვდომაშია მსგავსი პროგრამები. ინგლისურენოვანი არის ოღონდ მე მგონი. ხო, აი ამ შემთხვევაში ეს ერთადერთი შეზღუდვაა. კი ბატონო, საინტერესო ინფორმაცია არის. მადლობა. თუ კითხვა შემოვაკიდებ ამასთან დაკავშირებით, ალბათ შევძლებ რომ გავუზიაროთ ლინკი, თუ დაინტერესდებიან ჩვენი მსმენელები. მადლობა. დავამშვიდობოთ ალბათ ჩვენს მაყურებელს. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. ნახვამდის.